მოგესალმებით ჩემო კარგო ადამიანებო, როგორ ხართ? ტრადიციის სამიფრე მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით, განსაკუთრებით რა თქმა უნდა, ჩემი არხის გამომწერებს, ნუ შემდეგ დანარჩენ მაყურებლებს, ხო? ერთგულ მაყურებლებს მათ შორის ადამიანებს, რომლებიც უკავშირს არიშურებთ ლაიქების, კომენტარების სახით და მოკლედ რა ვიცი, თითოეული თქვენი გაწეული ენერგია და რესურსი ნებისმიერი ფორმის ღმერთმა 1000 მაგად დაგიბრუნოთ თითოეულ თქვენთაგანს და მოდი ნახოთ დღეს ეს პატარა გაშლა ორ ვარიანტზე. რა საბედისწერო მოვლენები შეიძლება განვითარდეს უახლოეს პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. აქვე განმარტეთ, რომ გაშლა არის საჯარო და ყველაზე ვერ რეზონირდება. ამავდროულად ყველა გაშლა ყველა ადამიანზე ასევე ვერ რეზონირდება და მე არ მერიდება ამის თქმა. პირველი პრეცედენტი მქონდა ზუსტად დღეს, რომ რაღაცა გარკვეულ ნაწილში, გარკვეულწილად ჩიხში შევედით, პირად გაშლაშიც კი. ნუ ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს და მე ძალიან გულწრფელად მიყვარს ყოველთვის საუბარი და არასდროს არ ვამბობ, ხო, რომ ერთადერთი სამყაროში უზენაეს აქვს ყველაფრის უნარი და ყველაფრის ძალა, ხო? მით უმეტეს ტარო ენერგიებზე მომუშავე ინსტრუმენტია, მაგრამ იმისი თქმა მინდა, რომ მაინდა-მაინც საჯარო გაშლას ნუ მოვთხოვთ იმას, რაც შეიძლება ზოგჯერ პირადშიც კი საკმაოდ ისეთი რთულ ლაბირინთში გასასვლელი აღმოჩნდეს, ხო? ხო, ბევრი რო აღარ გამიგრძელდა საუბარი, მოკლედ პირველი მეორე ვარიანტი და რა საბედისწერო მოვლენები მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. და ვნახოთ. ვისთვის არის გაშლა? ჯერ ვნახოთ. ხუთიანი თასები, ვინ გაწყენინათ? მაგრამ აქ სულაც არ არის ისე ამ დასტაში, როგორც სხვა დასტებში ხედავთ, რომ ხუთივე ჭიქა ჯერ ისევ სავსეა, მყარად დგას ფეხზე. და ნუ ეს ადამიანი თითქოს მოლოდინის რეჟიმშია, ხო? ნუ შუშის ტაროს ცოტა სხვა დატვირთვა და სხვა ქვეტექსტები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ნუ ზოგადი განმარტებით ხუთიანი თასები მაინდა-მაინც კი არა და საერთოდ არ აღიქმება პოზიტიურ არკანად. ნუ აქ გარკვეული რაღაცა ისეთი კონტურები იმედის და ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს. როგორ ენერგიებში ხართ ახლავე გეტყვით, ნახეთ, აი რაღაცა თითქოს უკვე დასრულდა, მაგრამ ბოლომდე ვერ დასრულდა. თითქოს აი ფასადურად ინარჩუნებთ რაღაცეებს რა. შანსს აძლევთ რა, მოკლედ. თუ ვთქვათ რაღაცა ურთიერთობა მართლაც შიხში შევიდა და რაღაც გარკვეული ტიპის სტაგნაცია უკვე შეინიშნება, თქვენ ხმას არ იღებთ, ხო? კითხვებს ვინცობს ის წაგებულია. შესაბამისად თქვენ კითხვებს არ სვამთ. უბრალოდ მიყვებით რა დინებას და ელოდებით სიტუაციას, ხო? თუნდაც მეორე მხრიდან როგორ წმოვა, ენერგიები რა იქნება, რა სიტყვის, როგორ მოიმოქმედებს, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ჯერჯერობით ყველაფერი დაკარგული და ყველაფერი გაფუჭებული არ არის ნამდვილად. ნუ, მაგრამ ტენდენცია მაგისი იგრძნობა. თუ მსგავს ენერგიებში ხართ, განაგრძეთ ყურება და ვნახოთ ახლა უახლოესი პერიოდის საბედისწერო მოვლენები. ნუ რა შეიძლება იყოს? მოდი ზოგადად გადავხედოთ ზოგად ენერგიებს, ასე. გადავხედოთ ფინანსურ ფულის ენერგიას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, მათ შორის პირადი ცხოვრებისთვის განსაკუთრებით და რა თქმა უნდა გადავხედოთ პირად ცხოვრებასაც. ხო, ნუ რა ვიცი, რაღაცა ძალიან რომ მოიჩქარის თქვენსკენ ეს ფაქტია. არ ვიკვერთხებით, მაგრამ ნუ დანარჩენი ვნახოთ ახლა. ზოგად ენერგიებში რა შეიძლება მოხდეს? აქეთ გვაქვს კვერთხების პაჟი, აქეთ მაქვს პენტაკლების პაჟი და შუაში მყავს ორიანი ხმლები. მე გეუბნებით, რომ რაღაცა თითქოს აქ მაინც მგონია რა, რომ ურთიერთობების დასრულებაზეა მეგობრებო საუბარი, თითქოს რაღაცა მოძველ და რაღაცა ერთი სიტუაცია დასასრულისკენ მიდის, ამავდროულად მეორე ფლანგი გააქტიურებულია და
ჰორიზონტზე უკვე ჩანს მეორე ადამიანი, მაგრამ მაინც რაღაცა დასაწყისი ეტაპია. მაინც რაღაცა ჯერჯერობით ისეთი, აი ფრთა შეუსხამი რა ბოლომდე, ხო ხვდებით, აი ხა რო ვიდგამთ ნაბიჯებს დაახლოებით ეგ თემა და აქვე შესაძლოა დაფიქსირდეს ასაკობრივი სხვაობაც. ნუ ზოგადი ენერგიები. ახლა ვნახოთ კონკრეტულად ფულის ენერგიებში რა ხდება. ხო, არც მეტი, არც ნაკლები, 10-იანი პენტაკლები, თასების ტუზი და ხმლების მეფე. ხმლების მეფემ არ შეგაშინოთ. კი, ცივი ენერგიებია, კონფლიქტური ენერგიებია, ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელს ნიშნავს და ნუ ხელმძღვანელთან რაღაცა შეიძლება მთლად ისე დავარცხნილი ურთიერთობები არ გამოგივიდეთ, მაგრამ სხვა შორის გაცილებულ ადამიანსაც ნიშნავს, მაგრამ ნუ ახლა აი ამ კონტექსტში ჩვენ როცა ფულთან დაკავშირებით ვკითხულობთ, ხო, ახლა არ ღირს ესე რაღაცაების ვერიფიცირება, ასე ვთქვათ, ხო, ტაროს ლექცია ხომ არ გვაქვს. კომბინაციაში რომ გითხრათ, ეს არის სტაბილურობა, ეს არის სწორი გადაწყვეტილებები, სწორი დაგეგმარებები, სწორი ანალიტიკა, იმიტომ რომ ლოგიკას და გონებას ექვემდებარება განათლებას და ინტელექტს, ხო, ხმლების მეფე. და სრული სისავსე, პენტაკლებიც გვაქვს, ემოციებიც გვაქვს და აგერ სწორი მიმართულებებიც გვაქვს. რა ვიცი. მე მაგალითად სიამოვნებით ვისურვებდი მსგავს ენერგიებს ფინანსურ ნაწილში. და ვნახოთ პირად ცხოვრებაში, მე გითხარით მეგობრებო, რომ რაღაცა მიდის დასასრულისკენ. რაღაცა კერა ვიღაცა მიდის თქვენი ცხოვრებიდან. აქ მეტსაც ვიტყოდი რა, მოდი გავკადნიერდები, ცოტა გავთავხედდები და გავთავმამდები და მგონია რომ რაღაცა სტაბილური ურთიერთობიდან გადის ვიღაც. ყოველ შემთხვევაში თქვენ რომ შეიძლება უკვე საქორწილო ჩაიცვით თქვენს გეგმებსა და ოცნებებში, საქორწინო ბეჭედით შეარჩიეთ, სარიტუალო ადგილიც და მოკლედ ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან დიდ ტვირთად იქცა რაღაცა მომენტის მერე ეს ურთიერთობა, რაღაცა გარკვეული ტიპის სიმძიმეები შეიძინა და გადის თქვენი ურთიერთობიდან ადამიანი. ეს რაც საწყისშივე მაჩვენა, გადის ადამიანი თქვენი ურთიერთობიდან. ანუ რეალურად თქვენ რასაც ელოდებოდით, იმ მოცემულობას ვერ მიიღებთ. სამყაროს უზენაესისნებაა ეს. დიახ, მე ჰაერზე არ ვთქვი, დიახ, საპედის წერო გადაწყვეტილებაა ეს სამყაროს ზემო ძალებიდან, ხო, მაღალი ძალებიდან, როგორც კიდეც დავარქვათ. რისთვის? იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში რეალურად შემოვიდეს სტაბილურობა. ეს ურთიერთობა რომ დასრულდება და კი, დასრულდება ნამდვილად, გადაიჭრება. რაღაც გარკვეული ტიპის პრობლემები, კავშირები და ასე შემდეგ, შემოდის 10-იანი თასები. შემოდის 2-იანი თასები. ეს რას ნიშნავს, რატომ? ერთი წუთით ჩემოკარგებო. აჰა, ნახეთ. არ გამოვრიცხავ რაღაცა სამსახურებრივი მომენტი და ფაქტორი იყო იმ პირველ ადამიანთან, ან საერთო ბიზნესი გქონდა და ნუ ოჯახური კავშირი იყო, სადაც უკვე ყველაფერი წეღანაც გვიმოძველდა, უფრო მეტი ტკივილის ელფერი შეიძინა ვიდრე სიხარულის და ატვირთების და ასე ვთქვათ, უფრო მეტიც შესაძლოა რომ ან ერთი ან მეორე ან ორივე ერთად უფრო მეტს გარბოდით სამსახურისკენ, უფრო მეტ დროს კაბინეტში ატარებდით, ხო, ან ზოგადად მისაღებ ოთახში ვიდრე საძინებელში, საერთოდ შეიძლება გარეთაც გაგეთიანებინათ დივანზე, ხო, მაგრამ ეს ყველაფერი მოძველდა, ყველაფერი წავიდა, ყველაფერი წარსულს უნდა ჩაბარდეს. რომ აი ეს ყველაფერი შემოვიდეს. კი, ნახეთ, თქვენ ორი გზა გაქვთ და ჩაჭრით, აი იმ რაღაცა მდგომარეობას, სადაც რეალურად მენტალურადაც გიჭირდათ, ფსიქოლოგიურადაც გიჭირდათ, უკვე გამოსავალს ვეღარ ხედავდით, უკვე ვეღარ სუნთქავდით, ხო? თქვენ იმ ყველაფერს ჩაჭრით.
მაქვს ყველაფერი, მაგრამ აღარ მინდა, ხო, აი რასაც ავიღო, რისთვის მინდა ეს ყველაფერი, ეს მომენტი გაქვთ და თქვენ გაიმარჯვებთ, თქვენ თქვენსი თავზეც გაიმარჯვებთ, არა მარტო სიტუაციაზე. ლოგიკას და ჭკუას დაუპირისპირებთ, მოდით ასე ვიტყოდი. და ბოლოს და ბოლოს მეც ვიმსახურებ შვიდწყნარ ენერგიებს, ხო? მეც ვიმსახურებ ჩემს წელ ბედნიერებას. მე ჩემი წილი უნდა დავიკავ ხელში და თასების დედოფალი ვარ, ხო? ყველაფრით შემკული ადამიანი ვარ და მე ვიმსახურებ იმას, რომ ჩემს ცხოვრებაში ბოლოს და ბოლოს გამოჩნდეს სწორი ადამიანი, რისთვის? იმისთვის, რომ აგერ ძალა ვიგრძნო, ხო, ისევ ადამიანად ვიგრძნო თავი, ისევ რაღაცა ის ენერგიები დამიბრუნდეს, რაც სჭირდება ქალს. აქ სერიოზული ამბები მოხდება თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო და იმახსოვრეთ, მტკივნეული პროცესებით შეიძლება წარიმართოს, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ცისარტყელა მხოლოდ ძლიერი ჭექა-ქუხილის და წვიმის შემდეგ გამოდის, ხო? ეს ყოველთვის გახსოვდეთ. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტში. ოი. რა ხდება? ისევ. ხო, ის პირად კონსულტაციაზე მოსულო ხალხო არ გაგიკვირდება თქვენ, ახლა გემრიალად იცინით ალბათ, ხო? ვიმსახურებ გულწრფელად. მიღებულია თქვენი დაცინვა. ვერ მოვაბი თავი მოკლედ ამ რაღაცეების ტექნიკურად გამართვას. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, ვინ არის? ვისთვის არის ეს გაშლა? ავჩეხოთ კარგად დასტავ. ვისთვის არის ეს გაშლა? 4 ინტასები. მაწყენინეს გავიბუტე. შეიძლება ზოგადად ბავშვობიდანაც ბუტია იყოთ. არ გამიკვირდება. აქ რაღაც ესეთი ენერგიები არის და ტრიალებს. მალე გწყინდეთ, ზოგადად მალე ღიზიანდებოდეთ. ხშირად გქონდეთ იმისი განცდა, რომ მე მეტი დავიმსახურე და ცოტა მივიღე. ანუ მე დედამ ცოტა დამისხა. თეფშზე და ჩემს და ჩემს ძმას ბევრად მეტი გაუნაწილა. ხო, ნუ ახლა ულტრიებას ვახდენ, კი ბატონო, ყველანი მიხვდებით, რომ ხუმრობ, მაგრამ ხო, ნუ ახლა უკბილიანი ხუმრობა ეს ერთი საკითხია კიდე, მაგრამ ნუ ფაქტია, ხო, რომ რაღაც ესეთი ტიპის ხასიათის შტრიხები მე მომდის თქვენი მხრიდან. რეალურად ახლა და ამ ეტაპზე შეიძლება ის მომენტი გქონდეთ ცხოვრებაში, რომ პირად ურთიერთობებში გარკვეული გაურკვევლობების უფევდეს, არ გამოვრიცხავ, რაღაცა ენერგიებით პირველ ვარიანტს გავს. გულწრფელი რომ ვიყო და ვნახოთ, აბა თუ ყოველ შემთხვევაში მსგავსი ტიპის ენერგიები რაღაცით გეცნობათ თქვენს საკუთარ სიტუაციაში ახლა, განაგრძეთ მაშინ ყურება. და ვნახოთ ახლა რა ძვრები და რყევები უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ნუ დადებით კონტექსტში, ხო, რა თქმა უნდა, ნეგატიურს არც უშვებთ და არც ვფიქრობთ. ვნახოთ ზოგადი ენერგიები. ფინანსური, მატერიალური ენერგიები და პირადი ენერგიები. ვნახოთ. ოხო, ზოგად ენერგიებში მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტში შეიძლება თავი იგრძნოთ შებოჭილად, ჩიხში შესულად, გამოუვალ სიტუაციებში მყოფად, ვაიმე რამე შველება წინ გზა აღარ არის, ვერაფერს ვერ ხედავ, არაფერი არ მესმის, მოკლედ აბსოლუტური უკუნი და მდუმარებაა ჩემს გარშემო, ხო? თითქოს აი სიზმარში რომ ყვირით ხოლმე და რო არავის ისმის ჩვენი ყვირი რო გადაგვარჩინოს. უცებ, აი არ ვიცი საიდან როგორ რაძალებით თქვენს ცხოვრებაში შემოდის მზე და იეროფანტის არკანით, ნუ შემოდის მფარველობა, შემოდის ძალა, შემოდის დახმარება, შემოდის გორჩი დგომა, თანადგომა, ცეცხლი, არ ვიცი, გამარჯვება, თუ რამე კარგი შეიძლება იყოს, დიახ, კოსმოსის წყალობით, გამჩენის წყალობით აუცილებლად ძალიან დიდ ადგილს იკავებს თქვენ ცხოვრებაში. მშვენიერი, თუ ასე გაგრძელდა, ნეტა მეც ჩამეფიქრები და. მეორე ვარიანტი.
აბა ვნახოთ ფინანსურ ენერგიებში. ოხო. ესე იგი, ორი მაღალი არკანი იქ მაქვს, ორი მაღალი არკანი აქ მაქვს. ფინანსურ ენერგიებს მეგობრებო, ისე დააბალანსებთ, ისე დაჰარმონიზებთ, ისე არ ვიცი, აბსოლუტურ კოლაბორაციაში მოიყვანთ ყველაფერს ერთმანეთთან, რომ ну, აი რა ვიცი, ვიღაცები შეიძლება დაგწინაურდეთ კიდეც და ერთ საფეხურით ზემოთ წაიწიოთ სამსახურებრივად, ვიღაცამ შეიძლება ბიზნესი გააფართოვოს. ძალიან მცირე პროცენტზე გადათამაშდება ისე, რომ ხელმძღვანელმა აქეთ დაგაჯილდოვოთ ხო გარკვეული ბენეფიტით, ბონუსით და ასე შემდეგ. არა. აქ უფრო წინსვლა და წარმატება მიფიქსირდება, აი არ ვიცი ხო გეუბნებით, ისეთი ენერგიები მომდის, რომ ეხა შინაგანად გრძნობ და განვიცდი ამ ენერგიებს. რაც შეეხება პირად ცხოვრებაში, ხმლების პაჟი, კვერთხების ტუზი და ოხო, განკითხვის სამშაბლოს არკანი. ვნახოთ აბა ახლა ერთი წამით ეს რას უკავშირდება და ბედის პორბალმაც არ დააყოვნა. რას უკავშირდება და მეორე ვარიანტი დამენახეთ. ქორწილში დამპატიჟეთ. ну, ბოლოს მაინც ჩამთვალეთ, კაი პირველად თუ არა. მეგობრებო, ურთიერთობას, რომელსაც აქამდე სერიოზულად არ აღიქვამდით, რაღაცა ისეთი ფლირტის დონეზე იყო და ну, აი შეიძლება იცით როგორ სათადარიგო ვარიანტათაც ყავდათ, მოდით გულწრფელები ვიყოთ. ეს ურთიერთობა ჰოპ და უცებ ისე გაიზრდება თქვენს თვალში, თქვენს ცხოვრებაში ისე ძალას მოიკრებს, რომ აი არ ვიცი, ცეცხლით და მახვილით, ოღონდ კარგი მახვილით შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერს თითქოს უცებ გაეცემა პასუხი, ესე უცებ დაალაგდება ყველაფერი რა, აი ისე თქვენ ხელი არ უნდა გააკეთოთ და კონკიას პრედები რო უცებ რაღაცებს ყველაფერს მის ადგილას ალაგებენ. ხო, ესე უცებ მის ადგილას დაგილაგდებათ ყველაფერი, ისე რომ თქვენც ვერ მოხვალთ აზრზე, საიდან როგორ და რანაირად. მაღალი არკანების ჩვენაა ისევ და ისეთი მართლა მაღალი ემოციური ტემპერატურა გექნებათ, რომ ხო გეუბნებით რაღაცა ცოტა ვინანე მეც რო არ ჩავიფიქრე მეორე ვარიანტი. არა, არც პირველი ჩამიფიქრებია, მაგრამ მეორე უნდა ჩამიფიქრებინა თურმე. პენტაკლების მეფე რაღაცა სტაბილურობისკენ მიდის თქვენი პირადი ცხოვრება. იფურჩქნება. ოხო, აბა ორიანი კვერთხები და ხოხოხო ხმლების რაინდი აქ არ გამოვრიცხავ მეგობრებო, რომ დიდი ორთაბრძოლა გაიმართოს თქვენს გამო. იყოს გარკვეული ტიპის არჩევანი და თქვენ მოკლედ მოგიწევთ თქვენს ინტუიციას, თქვენს სიბრძნეს, თქვენს თავდაჯერებულობას, თქვენს შინაგან რაღაცებს ენდოთ მოკლედ შინაგან პატარა მრჩევლებს, ხო? იმისთვის რომ სტაბილურობისკენ წახვიდეთ და სწორი არჩევანი გააკეთებთ, რა თქმა უნდა გააკეთებთ. სამყაროს არკანით, არ ვიცი, ისე დაგილაგდებათ ყველაფერი, მგონია ისეთი კომბინაცია წავიდა აქ გაშლაში, რომ ხო, ამის მერე აღარც უნდა გავაგრძელო გაშლა. აღარ ჭირდება ამას გაგრძელება. პირდაპირ მნიშვნელობით მეორე დიახ საბედისწერო ამბები გამოგივიდათ და ღმერთმა აგიხდინოთ, აგისრულოთ და აი მართლა ყველა თქვენი კეთილი ოცნება სისრულეში მოგიყვანოთ გამჩენმა. ძალიან მინდა აი მართლა გულწრფელად უზომოდ მინდა ეს რა გადმოფრინდა თავისი და თასების დედოფალი, ნუ ახლა ამაზე მაგარი შეგრძნებები რა შეიძლება გქონდეს გინდა მამაკაც და გინდა ქალბატონს, ხო? მაგრამ ძალიან მინდა კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, რომ სუფთა, ბედნიერი, სიხარულიანი ენერგიებით ვიყოთ თითოეული ჩვენგანი, იმიტომ რომ
ისე კარგად მრავლდება მერე, ხო? ის ნეგატივი პარაზიტებივით უცებ-უცებ კიდებს ფეხს სოკოსავით ყველასა და ყველაფერს ედება და ბედნიერება უფრო ცოტა ნელ-ნელად გამრავლებადია, მაგრამ ნუ მაინც ხომ მრავლდება რა და სამყარო ხომ სუბუქდება იმ ბედნიერი ემოციებით და მართლა თვითონ თქვენთაგანს გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩემო კარგო ადამიანებო და მჯერა რომ მიიღებთ კიდეც, იმიტომ რომ ვინც სწორად ცხოვრობს, ვინც ყოველ შემთხვევაში თუ ვერ რგებს სხვას არაფერს მაინც არ ვნებს, აი ეს არის მთავარი, ხო? თუ ვერ არგებ არავნო მაინც. მჯერა რომ ის ცხოვრებაში ოდესღაც დამსახურებულად ყველაფერი თავის ადგილს იკავებს. კარგით, დაგემშვიდობებით. უღრმესი მადლობა გდობისა და ყურადღებისთვის. დროებით.